ერთადერთი რითაც თქვენ გადარჩებით იპოვეთ თუ არა თქვენ ცხოვრებაში ღმერთი, რომელთანაც გქონდათ კავშირი, პიროვნული ერთობა, როგორც შვილს მამასთან. ეს არის ერთადერთი გადამრჩენელი. როცა ადამიანი ამას ეკლესიაში ვერ ხედავს ყველაფერი იმას, ისი დანახვაც არაფრის მომცემი არ არის. მათ შორის ეკლესიის წევრთა მანკიერებებს. აბა ეხლა მე რომ მიყურებ და ამაზე გააკეთებ სწორებას, შენ ღმერთს იპოვი თუ არა? მე უნდა მიყურო იმისათვის, რომ შენ ღმერთი იპოვო თუ არა, ეს ცხოვრებისეული საზრისი გადაწყვეტო? ჩემში იმდენ მანკიერებებს იპოვი და რა მერე? იპოვებ და მერე და რა მერე? ამისთვის ვართ ეკლესიაში. რომ ერთმანეთს დავაკვირდეთ, ეს როგორია, ის როგორია, ამას რა წონა აქვს, იმას რა ზომა აქვს, ის რა მანქანაზე ზის, ის როგორ მეტყველებს, ამას რა პოზიცია უკავია, ამისთვის მოვედით ჩვენ ეკლესიაში. და თუ ამისთვის თუ ადამიანი დგას, თუნდაც აქ, ან სხვაგან და დღემდე გონია, რომ ამისთვის არის ეკლესიაში. ეს ლამის უიმედობაში მაგდებს მე, იმიტომ რომ ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ ადამიანები მიხვდნენ, რომ აქ მხოლოდ ქრისტესთვის ვარ. და მხოლოდ მას უნდა ვეძებდეთ. და ნუ იყოფინ ისე, რომ გარდავიცვალოთ და იგი ვერ ვიპოვოთ. ღმერთმა ნუქნას, აქედან იწყება ჯოჯოხეთი. და თუ ჩვენ ეს ჯერ არ ვიცით, ჩვენ წარმოდგენა არ გქონია, რას ნიშნავს, რომ ღმერთმა მოგცა განკაცებული ღმერთის წმენა.